მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ ისევ და ისევ ქოროს ქვის უყურებთ და ხართ UG Hub-ზე. დღეს ჩვენ გვეყოლება საკმაოდ ბუმბერაზე სტუმრები და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი კარგი და საუკეთესო თამაში გამოვა. ვახო იქნება დღეს ჩვენთან ერთად, იგივე ვახტანგურები და ოზი, იგივე ოზი hates everyone. ოზი, რომელი არხი გამოიწეროთ შენ? ერთი რომელიც დარჩენილი არის. ოზი და კო, მაგრამ სახელი აქვს შეცვლილი, ახლა შეგიძლიათ გამოიწეროთ. ვახტანგურებს არ უნდა გამოწერა, ფეხებზე კი. Instagram-ზე ვახტანგ ბოლოტ მაწერია და რამის დაგჭირებათ მომწერეთ, გამოწერეთ. კი ბატონო, თქვენ კიდე არ დაგავიწყდეს, რომ საქართველოს უნივერსიტეტი წამყვანი კერძო უნივერსიტეტია და უნდა ჩააბაროთ იქ და ფოტოები ჩამიყაროთ მერე Instagram-ზე. რომ აი უნივერსიტეტში ვარ. ბუფეტში ვარ, აკაი ბუფეტია. კარგი, აბა დააჭირეთ თუ მუშაობს? დააჭირეთ თუ მუშაობს? არასწორ პასუხზე უკან ჩამოდიხარ. წავიდა. რომელია ყველაზე პატარა ლუწი რიცხვ? 2. აი ვერ მოვასწარი გაჩერება. ხო იცი სადაც დააჭერს იქ ჩერდები და აღარ ვაგრძელებ. 2. სწორი პასუხია. 20 ლარი ვახტანგს. შემდეგი შეკითხვა. რომელი უფრო მაღალია? ზრდასრული მადაგასკარული აიე თუ არქტიკული ჯუჯა ტირიფი? აიე. არა, ძმა, ჯუჯა ტირიფი. აიე უფრო მაღალია. ხო? სპეციალურად მოვიტანე ეგეთი კითხვა. აიე გავს იმას. 50-50 იყო და ლემურს გავს მე მგონი. ნოზე ვიყავი და სწორი უკან აღარ იყო. სწორი ტაქტიკა იყო. 40 სანტიმეტრია მე მგონი და ხო, ტირიფი რო ის ჯუჯა ტირიფი არის 5 სანტიმეტრი მე მგონი. ჩემი კაი. აი მენა ის ბონსაია. კარგი, შემდეგი შეკითხვა. არა, ბონსაი დიდი არის. ბიჭებო, რამდენი თვალი აქვს ფუტკარს? 2. ნახე, ვიცოდი რომ არასწორად გასცემდი პასუხს. 5 უნდა ხუთი გიქვა. არის. ნახე, 2 თვალი ხო აქ და მე არ მაქვს პასუხის გაცემის მედი გამეცე. 5 მეთქი ვაპირებდი თქმას, მაგრამ დარჩენილი ხარ ისე აქ გავს ვიზავ. კარგი, შემდეგი შეკითხვა. 5 წამში უნდა გამცეთ პასუხი. 5 წამში. მეტი დრო არ გაქვს. აი, 6 წამში. რამდენია 7068-ის ნახევარი? 1 3529. 29. არასწორია, არც ერთი არ არის სწორი. 34. ფუში. 68 იყო. ახლა ჩამოვიდა აქ. 78 მე. მოიცა ეს დასწრებაზე იყო? დასწრებაზე იყო, აბა რა. აბა ხო დააჭირა თან კითხვა დასვით თუ არ წავწვით. ან ვინც დააჭერდა ხო მაგისი? მე მქონდა 5 წამი. ბიჭებო, შემდეგი შეკითხვა. ახო მობილიზი ზემოთ უნდა ამოხვი. აიცა კაცო. ადამიანის რომელი ორგანო მოიხმარს ყველაზე მეტ ჟანგბადს? ფილტვი? ტვინი. ოზიც ჩამოვიდა, ტვინის სწორი პასუხი ხომ არა იქნებოდა. გადამუშავება. ნახეთ, არის ხაროთ. საიდან მიდის გადამუშავება? რთული კითხვებია. ვიცი, შევატყე და საიდან მიდის სხვას არ არის ხომ რომ 1+1 რამდენია? რაღაცა ცისარტყელზე არიან ძენი ფერი? ეხა ჩამოხვალთ ორივე ქვემოთ უყურე ერთიანად. unsubscribe გაუკეთეთ ოზის არხს. არა. ყველაზე პაწატკინტელა ოკეანე. ინდოეთი. არა. ატლანტიკა. ჩრდილოყინულოვანი ოკეანე. ჩრდილოყინულოვანი გამო. არქტიკული. იგივე ჩრდილოყინულოვანი. შემდეგი შეკითხვა. გაიხსენეთ ანდაზა დავაზე. რაც მოგივა დავით. არ არის ეგ დავითზე. დავაზეა ძმა. დავაზე არა. დავაზეა. ხო, დავაზე. მოიცა, ეგ მე ვთქვი პირიქით, ბიჭო. იმ დღეს მაგაზე მაციებელში მე ვამბობდი მაგ. ხო და ან ყველას დავითი გეგონა, მაგრამ არა, მე არ მეგონა ადრე მეწერა ახსენე დამჩინეს. ხალხს. რაც მოგივა დავით, ყველა შენი დავით, ანუ დავა. აი ესეთი კიდე განმართლებას მისვათ თუ გინდა ხალხს. ესეთი სიგიჟეები ხდება ჩვენს გადაცემაში, ამიტომ უნდა გამოიწერო. ოჯახი ხრამეაროა გამონათქვამი, სიამდვილეში არის ინდური გამონათქვამი, რომელიც რუსებმა წაიღეს, სემიაეტა ხრამ, ანუ ოჯახი ტაძარია. და გამოთქმულია როგორც ოჯახი ხრამი არა და ოჯახი ტაძარი არის გამონათქვამი. ოჯახი ტაძარია, მაგრამ ხანდახან ხრამია. იმედია ხრამს არავის არ გისურვებთ ცხოვრებაში. ბატონო. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. რომელი ზოდიაქოს ნიშანი იბადება აპრილის თვის ქვეშ 21 მარტიდან 20 აპრილამდე. ეს არც მე არ ვიცი. ანუ იქამდე არის თევზები, მე არის კურო. თევზებს და კუროს შორის რა არის ეგა? ალბათ ვერძი. დააწირე ერთად ხართ თუ რა შვებით? ანუ არც ვიცი რა. კურო და თევზები. ვერძი სწორი პასუხი იყო. მე საერთოდ ვერ ვყვები. ვერც. მაგრამ ვიფიქრე რომელიღაც მარტში ჩემს მაკასია და იმაში რა ქვია, მამაჩემი და კაპრიჩი არავინ არ მყავს. მე ვიცი რომ არ კირჩხები, მეტი არაფერი. ოზი არის კირჩხები, unsubscribe გაუკეთოთ ოზის არხს. კირჩხებები ზოგადად ცოტა გამაღიზიანებელი ადამიანები არიან.
არ მიწყინოთ, კითხებებო. შემდეგი შეკითხვა. სინამდვილეში, კარგად დაუფიქრდით. სინამდვილეში რა ფერია ზებრას ზოლები? თეთრი? შავი არ და თეთრი ფერი ზოლებია? ზოგადად თეთრი შავი ფერები არ არის ტონები. ანუ თვითონ ზებრა შავია და თეთრი ზოლები აქვს. ერთი და შავი. ბიჭო, ნახე, სინამდვილეში რა ფერია ზებრას ზოლები? პასუხი? თეთრი. და შავი. თეთრი არასწორი. თეთრი და შავი ბიჭო. თეთრი და შავი. თეთრი და შავი? ხო! ანუ ბიჭო, ანუ შავია და თეთრი ზოლები აქვს. არა, ეხლა ქორო დაგბრიდავ ჩემ კაცს. ნახე. სხვებისთვის არაერთი კითხვები მოგაქვს 1+1. ზებრა რა ფერია? შავი და თეთრი. რა ტესტი ვარ გაიგე? კვადრატი და შავი. აი საკმაოდ იდიოტოკრატიაში ვარ და ხელს მოუაბარე. შეტრიალდი და ესექენი. ხო ნახე, როგორ გამომდებელი კითხვა. ანტონის მაისური რომ ქონდა მაგას ვიზავდი. აი, ანტონი უნდა ქონდეს და ეს უნდა გავაკეთო ეხლა. კარგი, შემდეგი შეკითხვა. რომელია ყველაზე დიდი მოსახლეობის მქონე ქალაქი ინდოეთში? ახალი დელი? დელი, სწორი პასუხია. ავწიოთ ზემოთ. მე მგონი აკაი 20 ლაზვა. თან ეკითხვა გავუჩავთ უკვე? 1.30. 10. დარჩენილია კიდე 15 კითხვა კიდე. 14 და მე-15 თუ საჭირო. კი ბატონო. შემდეგი შეკითხვა. რომელ ქვეყანაში გამოიგონეს ჭადრაკი? აუ სადამასწრო. ინდოეთი? ხო. ინდოეთი. ნახე? აი ეს 50 ვარზე არც ერთი არ ყოფილხართ უკვე. რეკორდი არის ამ. ეხლა მახატმა განდი იქნება ბას. კარგი, მობილიზდით ბიჭებო. ან ინდირა. შემდეგი შეკითხვა. ნახეთ შემდეგი როგორი შეკითხვა, ესეთ შეკითხვა ჯერ არ მქონია. ორი პასუხი იქნება გასაცემი, ამიტომ კითხვა უეჭველი უნდა დამასრულებინო. ნახე? აი რომელ წელს მოხდა დიდგორის ბრძოლა და რომელი მეფის იმის თავს. აი რომელ წელს და რომელ თვეში. ხო, აი რაღაც ეგეთი და პასუხი უნდა იყოს რაღაცაც. კარგი. რომელ ქვეყანას შეესია თემურ ლენგი 7ჯერ და სად აბარებენ ადამიანები სკოლის დამთავრების შემდეგ? პასუხი? საქართველოს უნივერსიტეტი. საქართველოს უნივერსიტეტი, წამყვანი კერძო უნივერსიტეტი დაიმახსოვრეთ და აუცილებლად საქართველოს უნივერსიტეტში უნდა ჩააბაროთ თუ გინდათ რომ დიდი სწავლა-განათლების სააკადის ერთთან გავხთან შევუხვევთ. ნახე ახლა რა პასუხი გაგაცემა. 50 ლარით 50 ლარი. აი ეს მუსიკა მინდა რომ ჩაერთოს. იმენია. unsubscribe არ დაგვაუწყდეს ეს არხის. გადავიდეთ სინდესი და ამასაც ვიყავ. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. კარგად დაფიქრდით ეს კონკრეტული ის შეიძლება არ იყოს, შეიძლება იყოს რაღაც. რომელი საჭმელი არ ფუჭდება არასდროს? დაბლი. სწორია. და 100 ლარი უკვე რეკორდული თანხა ფიქსირდება. დღეს რატო გაგაფრთხილეთ იცის წინასწარ? მე შეიძლება თაფლი დასაჭმელია და რაღაცები დაეწყოთ ვიღაცებსთან. ნუ თაფლი არის რაცა. ვითომ რომ ძალიან გამეხარდა 100 ლარი შეშ. ხო. ხო, კარგი, შემდეგი შეკითხვა. რა ეწოდება ხელოვნებას, სადაც ქაღალდის დაკეცვა? ორიგამი. სწორია ეს. კინაღამ გოუპასუხები. ეს უკვე სიგიჟეა, აბა 200 ლარზე როგორ რა აქვს? 150-ია. აი თქვა იმ კაც ბიჭო ყველაზე მაგარ ორიგამის ვაკეთებ ამავეში. ეს იაპონელი ტიპი რო არის. ჰიტოში რაღაცა. ნაკატამა. შემდეგი შეკითხვა. ვასაბი. კეცუია ეს რაღაცა. მარტივი კითხვა. აი, გადავ. ბიჭებო, მაგრამ უნდა დაასწროთ ერთმანეთს. რომელ ფრინველს შეუძლია უკან ფრენა? კოლიბრი? სწორია. სიგარი ხარ ხო? კოლიბრი საკმაოდ ცნობილი ფრინველი. აბა, ვინ იცნობს ქართულ იმეებს? ვინ გამოაგდო სახლიდან ნაცარქექია? ძმებმა. რატო ესე მარტივად რატო გახსოვდა? იმიტომ რომ ძალიან რთულია ხოლმე 5 კუჭულა წავიკითხეთ ერთ-ერთი გადაცემაში მაქედან. წიქარაზე როზის ბიჭი. რა სამნივც ისვრის? პირველს ისვრის სავარცხელს არის ისვრის. სავარცხელი კი? ერთს ისვრის ქვას, არა, ქვას ისვრის, ხო? როგორ ქვას? სალეს ქვას ისვრის. ეგ ავიწყდება ყველას და მესამე წყლის მათ არის. ხო. კარგი, შემდეგი ეს დადგმული იყო, ვითომ მაგარი ტიპი ვარ. ბიჭო, 5 კუჭულა წავიკითხე ერთ-ერთ წინა გადაცემაში სპეციალურად თავიდან ბოლომდე რომ მაქედან კითხვა დამესვა. და ძალიან დიდი იყო ეს 5 კუჭულა, ერთი 20 წუთი ვკითხულობ. 20 კუჭულა იყო, ხო? ხო.
ისე ხო არის ეხუთი კუნძულას ზღაპარში. მოუყევი. იყო და არა იყო რა. მადლობა. შემდეგი შეკითხვა. რა არის ჰიბერნაცია? აუ, შენი დროებითი ძილი რაღაც პერიოდი, ზამთრის ძილი, რავი, დაცვა ეგრე არის. დათვი როგორცაა და დროებითი ძილი. მადლობა. მე კიდე გრძელდებოდა. არა, გრძელდებოდა. ნახე რა არის ჰიბერნაცია, თუ გეტყვით რომ სიამოვნებით შევუერთდებოდი მან. ხო. ოჩა ღოზი. საკმაოდ ესეთ თამაში მიყვარს მე, ესეთ დაძაბული, ნახე. ვახოს უკან მოსდევს ოზი. ვახოს ოზი ბევრად კარგად გამოიყურება ფოტოზე ვიდრე მე. რასაც ვერ ვიტყვით სინამდვილეში, ხო? არა, შემოდი, მაგრამ ესეთ ფოტოა, ნახე. ნახე. თავმდაბალი ადამიანები. დადევა ხო. არა. თავარია იმ შოუდან არა მოიღეს. შემდეგი შეკითხვა. კარგად დაუკვირდი თავკითხვას. მithom ისავ რიტაჩი ვარ. რას ნიშნავს ყელფანდური ქართულად? რა? რას ნიშნავს ყელფანდური ქართულად? წეგან სხვანაირად თქვი კიდე. რას ნიშნავს ყელფანდური ქართულად? როცომული სიკალური საკრავია აშკარად. ის არა. რაღაც სალამურის ყელფანდური. ყელფანდური? მანქანის ნაწილი რას ნიშნავს ყელფანდური ქართულად? წეგან ხელფანდური თქვა თავიდან. ყელ არა ის. ყელფანდური ხო თქვი? ყელფანდური. 5 4 We all know. გიჟია ეს ბიჭი. What? საიდან? ესე დააკავშირე. ხო. ხადაო, ყელფან. ხო. ბრავო. ძალიან კარგი თამაშია. ეს წესით მარტივად პროსა ვინც დაასწრებს მაგაზია. არქიტექტურის ქართული სინონიმია ხუროთ მოძღვრება. ოზი, რას ვლაზეა? შენი. კარგი. სამას არა გველზე ავიდა, კარგი ოზი იყო. უკვე. დარჩენილი არის 4 კითხვა, თუ საჭირო გახდება დამატებითი. ცოტა, ბიჭო, დაგვიმატე. 1 2 3 4 5 კითხვა. არა, 6 წელი აქვს არქიტექტურაზე ნასწავლი. ეგრე რა, კარგი. გერმანულ ენაში არსებობს ერთი კონკრეტული სიტყვა, რომელიც სხვა ენებში მთლიანი ფრაზაა. ეს სიტყვა ბაკფაიფენგეზიხტ. განმარტეთ მიახლოებით მაინც ეს სიტყვა, თუ გეტყვით რომ ოზის რომ ვუყურებ, ხელები მეკავება. ისა მარტივად სახეში შემორტყმადი რო არის ხო თუ რაღაცა ეგეთი. ანუ ისეთი სახე აქვს რომ მარტივად ანუ შემორტყმა გინდება თუ რაღაცა ეგეთი არის. most punchable face. ხო, აი რაღაცა ეგეთი ის. ეგარი. ჩაუთვალოთ რა, მიხვდა. სახე რომელიც გინდა რომ შემოარტყო. მიდი, გამოვში, მიდი. ოზი რას ლაზე ავიდა? 400 ლაზე. რას ის ჩითოზის ვერ გავიგე. ბეჭო, არაფერს არ ვეჭ, რომ მიყვარს მაგიტო ვეუბნები მე ესეთ რაღაცებს. აგზერა? ძუძუები მოცავენ, ხო შენი ამ დროსან. ძუძუები არ. კარგი, შემდეგი შეკითხვა, ვახტანგ. აჰუ. დააქტიურდე. აი. დაიცა. ხო, არ ვიცი, ეს კითხვაც საკმაოდ რთულია. რა საერთო აქვს ჟირაფს და ჩაუჩაუს, თუ გეტყვით, რომ იები არ უჭამიათ? იები? ხო, იები არ უჭამიათ. რა საერთო აქვს ჟირაფს და ჩაუჩაუს, თუ გეტყვით, რომ იები არ უჭამიათ? ჩაუჩაუ ჩინური მაძაღლი როა ეგა? ხო, ზოგრი პატარა. 5 4 კოპლები არა. 3 2 ჩაუჩაუს კოპლები არა. 1 ამოიწურა დრო და სწორ ოთხი ფეხი აქვს ორივე ეს? ვიტყვი, სწორი პასუხი, თქვენ უნდა დაწეროთ კომენტარებში, რას ფიქრობთ რომ არის სწორი პასუხი და მე გუჩაში თუ შეგხვდებით, ჩაგეხუტებით. დაასრულე ეს ფრაზა. კაცი უნდა გერქვას, თორემ ულვაში მე არ ვახსოვდა სხვათა შორის ეს ფრაზა. აუ, მაიცა. კაცი უნდა გერქვას, თორემ ულვაში მე არც გამიგია. აუ, გაიხსენე რომელიც ხოველია ჩემი. აი, შორი მინიშნება რა შეიძლება იყოს. ბიჭო, ნახე, სამი შორი ვარიანტი. მინიშნება არის ძველი ეგუტე? ხო. ულაში კატასაც. კატა აქვს. ბიჭო, კატა თუ თევზით ხო ფიქრობდი? ვახო თამაშია. ბიჭო, თევზსაც აქვს, გამიგე, ნახე გეტყვი რატო. კატასაც აქვს, ულაში კატასაც აქვს. ეგ გამონათქვამი გამიგე თევზეს და კატაზეც.
ხო, მაგრამ და აი წინაზე იყო ტაფსონას ქონდა ესე კითხვა რომ რაღაცა რო უპასუხა ტაფსონა და ბავშვს რო უთხრა და ეგ მართლა არსებობს ძველი რო თქვი ეგრევე მიხდი რაც უნდა თქვა. ძაღლის გელი ხო რა და გელი შეჭამს ან გლის შვილი ხო და შეც ეგრე იცოდი. კატაზე ვფიქრობდი მე მაგრამ ანუ პროსტო ვფიქრობდი მაგრამ მე წავედი რაღაც სელაპებზე და რაღაცა ეგეთებზე მაგათაც ხო ისაუბრთ კარგად. კარგი, ნახებ. არ ბიჭო, ორი კითხვა დარჩენილი. ვახტანგ, ორი კითხვა დარჩენილი. ერთი უეჭველი ასაღები გაქვს ამ ორიდან, მაგრამ ტაქტიკა გაქვს შესამუშავებელი და არ ვიცი რა ტაქტიკას შეიმუშავებ. დააჭირე ეგრე. ეს საკმაოდ რთული კითხვა მგონია, ეს თუ არ იცი, ალბათ ვერ გასცემ სწორ პასუხს. რომელია ყველაზე მაღალი მცენარე? ერთს გამოგირიცხავთ, რომ შეცდომაში არ შეხვიდეთ. კაი. გამოგირიცხეთ ბაობაბი. არა და მეც მაგაზე ვაპირებდი ახლა. ხო, ნუ მაგას. და ეს მცენარე არის სადღაც 110 მეტრი და არის რამდენი იცი რატო? კიდე გითხრა, ბუჩქია. და იგი გულის მცენარე არის 110 მეტრი და კევი ცხო არ კეთდება შემთხვევით. კიდე რა მინიშნება შემიძლია რომ ლიანები ხო არის. არ მე მგონია რომ ის არის რა. ხავსი კი არა და რა ქვია. მეგრული გვარი შეიძლება იყოს ამ მცენარის დასახელება ჩვეულებრივად. 5 4 3 2 1 დრო ამოიწურა და სწორი პასუხი იყო სეკვოია. სეკვოია? სეკვოია, ვიცოდი. ცოდნი. მე სეკვოია პირიქით მახსოვს. ამერიკაში რო არის, ხო ეგ არის სეკვოია. ამერიკაშიც არის მე. ამერიკაშიც არის? ამერიკაში არის, იმიტომ რომ ჩემ მეგობარს ეწერა ხუმრობა. ძალიან მაღალია. ამერიკელებსო, ჩვენი ქვეყნის ასაკის სეკვოიები უდგათ ეზოშიო. ხო. ბიჭო, სხვა შორის ჩემთან მუხა დგას ასათს და ბევრად დიდი წლისო მოთ. კარგი, დღეისათვის ბოლო შეკითხვა, მაგრამ თუ ბახუ აიღებს ამ შეკითხვას, დამატებითი 25 შეკითხვაც მზად მაქვს. საკმაოდ რთული შეკითხვაა ესეც, თუ არ იცი, ჩემი აზრით. აჰა, კაი. ვახტანგ, მაწყობს, ყველა ვარიანტი ტრიალურობაზე არის ესე იგი. მაწყობს. შეიძლება ითქვას. რა ქვია ზღარბის შვილს? ნახე, მინიშნება არის, მინიშნებებს ახლა ვიფიქრებ ხოლმე მეც. მინიშნება არის მოდი იყოს მინიშნება მეკვლე. მეკვლე იყოს მინიშნება, აი რაღაცნაირად არის მინიშნება. მეკვლე? ხო, მეკვლე რასაც აკეთებს, ასაგებია. სადაც იმაშვება. აი მე როგორ მინდა რომ ვახომეს აიღოს და დამატებითი 25 კითხვა დავსვა, რომელიც ძალიან არა, ისა დაგვისვი რა პრობლემაა მე გავერთობით. არა. ხო. მიხვდი ვაფშე რა მე. ბიჭო, არა. ვაფშე, ანუ ვაფშე არც მახსოვს. ახლა გავაკეთებ. აი ეს არის ბოლო მინიშნება. ან დააჭერთ რომელიმე, ან არა. ნუ ამას არ აქვს გასარის. რატო შეუულია და 500 ლარი გვეჭვენა. არა, ანუ ანუ კანჩა ზღარბის შვილს. ერთხელც ვიზავ. რა ქენი? ერთხელც ვიზავ. და ზღურბლი? სწორია! ზღურბლი ქვია? ჰა? 400? ვაიმე როგორ დაფაქ? ხო, მაგრამ ეხლა რაც ვფიქრობდი. არა, ეგ ხო, მაგრამ მეთქი ზღურბლი ქვია, ბიჭო? ზღურბლი ქვია ზღარბის შვილს და შენ და ალიზმობას გაფიცებ? არა, ეგრე ქვია. ChatGPT გამოიყენე ეხლა შენი. ნუ რა გავაკეთო? იმათ ჩემაცოლმა იცოდა, რატო იცოდი ზღურბლი ქვია? კარგი. ვახტანგ. 400-ით 400. მე მგონი ძალიან საინტერესო თამაშია და ბიჭები გავამხნევოთ კომენტარებში, ორივე ძალიან კარგად ითამაშა. არა, კაცო. მოგეცი რას ქვია? არა, მეც შემეძლო და მეჭია, მაგრამ მაგრამ. შეეძლო. და 25 კითხვა, ძალიან მომწონს ეს კითხვა. გისხარულიძე. და ეს კითხვა არის, რომელიც უფრო ახლოს იქნება, ის გაიმარჯვებს. აბა. ფურცელი მოგვეც დავწეროთ თუ ყურში არა, ყურში მეტყვით. ოღონდ ზაანათ რო ასეთ, რომელიც უფრო ცოტათი ასე. კაი. რომელ წელს დაიბადა ოზი ოსბორნი? აი, ატარაკებ. იცი? არა. აი, დაახლოვეთ მაინც იცის, ხა რამდენი წლის იყო კაცი? მოიცადე ერთ წამს. აი ესეთი სიგიჟე კითხვა არის, ბოლო კითხვა. აი ხა ხო დაწყნარდი უფრო ზღურბლი რო ესე გამოიცანი, ნახე ოზი ბიჭო, ოსბორნი, ხო. ნუ ოზის უფრო გავს.
всё, სიჩუმე აბსოლუტურად ყველასგან. არ გვინდა ეს კარნახები და ასე შემდეგ. მე მივდივარ ახლა ოზისთან, ნუ აი ყურში უნდა მითხრა უბრალოდ. მინიშნება არის 1900. დაიკაცე, ძმობად კაცი. კარგი, ოზი მითხრა, ახო თავის პასუხი, შენ უკვე ხმამაღლა შეგიძლია თქვა, ესე იგი. იმიტომ რომ ოზის პასუხი ვიცი. ოკეი, 2026-ში ხომ მოკვდა? არ ვიცი, მე არაფერს არ გისმენ, აგერ ოზის შეუტრიალდები, ოზი როგორ ხარ? შენი წელი ვიცი, რაც ნათქვამი გაქვს უკვე და შენ უნდა მითხრა ახლო წელი, ვახო. 1900. დაიცა ერთ წამს რეაქციები არ გამოხატოთ, ვახო რო იტყვის, მე უნდა გამოვაცხადო მე ის. 1953 იყოს, მოდი. 1953. ოზის პასუხი იყო 1952. და იქნება უფრო ადრე და და სწორი პასუხია. ბუხ, ვაი! რომელი წელი? 1958. რამდენის იყო ესე იგი? ბევრის 78-ის იყო. ხო, ნუ დიდი იყო და მე არ მაქვს არც რამდენის გარდაიცვალა ბიჭო არ მევასება ამ დროს არა ბიჭო პროსტა ოზი ვიცოდი რომ არც ეცოდინებოდა უბრალოდ მოვიტანე მაგრამ ძალიან დასანანი ერთი წლით ავაცილე მეგობრებო ვისაც მოგეწონათ ვახოს თამაში ჩვენ ვაპირებთ რომ მე კიდევ მოვიწვიოთ ნუ დამარცხებულებიც გამარჯვებულებიც კომენტარებში აუცილებლად დაგვიწერეთ კიდევ გინდათ ვახოს ხილვა ოზის კიდევ ულოცა 500 ლარს და ბიჭებო მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოხვედით ჩემთან და არ გავიწვდეთ არხის გამოწერა ოზის unsubscribe ვახოს დიდად არ უნდა არც მე არ მინდა ჩემარხზე და კომენტარი იმ კითხვაზე და კომენტარი კითხვის პასუხი ჩაუჩაუზე და ჟირაფზე მაინტერესებს რა არის და ჟირაფზე კი ბატონო გემშვიდობებით 10